აიდუმლო. მიდიხართ? დიახ, მივდივარ. სახლში მელოდებიან. მეგონა ჩვენც ვისაუბრებდით. ცოტა ხანს დარჩენილიყავით. ბევრი დრო არ მაქვს. სეჰერთან სალაპარაკოდ 2 წუთით შემოვიარე, სხვა დროს იყოს. შეგიძლიათ საუბარი საღამოს განაგრძოთ. ხელს რა შეგიშლით? როგორ თუ საღამოს? ვერაფერი გავიგე. საღამოს ჩვენთან მოდიხარ? არა, დედამ არასწორად გაიგო. რატომ ძვირფასო? ესმას ტელეფონზე არ ელაპარაკე? შეუთანხმდი საღამოს დეიდა აიშესთან წავიდეთო. ბიცოლას არ უთხარი? ვეტყოდი, მაგრამ რადგან მე და ესმა მივდივართ, გვინდოდა მარტო ყოფილიყავით. დებს დრო ერთად გაგვეტარებინა. დეიდა აიშესთან დიდხანს არ დავრჩებით. კარგი აზრია. მე საქმე მაქვს, მაინც ვერ წამოვალ. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ, ნახვამდის. კიდევ 5 წელს გავაკეთებთ და საკმარისია. დამკვეთს ჩავაბაროთ და შენი შვილების დასახვედრად მოემზადე. ესმასთვის სოკო ვიყიდე. რატომ შეწუხდიდაო? დემეთ, მოხვედი შვილო? ბლინები ახლახან გამოვაცხე. მოდი ჭამე. არ მინდა. სიბელთან ერთად ვისადილეგ, მადლობ. კარგი რა დემეთ. ვინიცის კუჭირით ამოივსე. როცა სახლში გემრიელი ბლინები გვაქვს. სიბელიც აქ უნდა მოგეყვანა. დედა, არც კი მისმენს. ხალხი გიждდება ჩვენს ბლინებზე. ეს გოგო კი სადღაც სხვაგან იკვებება. როგორც იქნა გაიღიმე. ახლა წადი მოემზადე. აქაურობას მე მივხედავ. გამარჯობა. ისმენთ რა გნებავთ? წილის სასაღებად მოვედი. ხელი უნდა მოვაწერო. ამის საშუალება არ მაქვს მაო. გადასახადებს ვიხდი. ოჯახს წილს ვარჩენი. გთხოვ შემიცოდე. ჯეთინი. თუ რომელიმე მათგანი შეგეცოდება და ფხიზლად არ იქნები, ფულს არ გადაგიხდიან. ბავშვით, ნუ მოთქვამ, ხელი მოვაწერე სწრაფად. ბევრი საქმე მაქვს. მიდი დაუჩქარე. სალაროში რამდენი გაქვს? ძმაო, ნუ აჭიანურებ, მითხარი რამდენი გაქვს? ეს შენ. აბა კარგად. გახსოვს ბოლოს ოფისში ჩემთან მეგობარი რომ მოვიდა. ძმასთან ერთად დედამისისთვის უნდა ეჩივლა. მე კი საქმე არ ავიღე. მახსოვს. ისინი დედამ მიატოვა, როცა პატარები იყვნენ. გონი არ ცდებოდნენ, მაგრამ დღეს იმ მეგობარმა დამირეკა. დედა შეურიგდნენ. მათი დედა ახლა შვილებთან ერთად ცხოვრობს. ძალიან გამიხარდა. იმ ქალს არაფერი დაუშავებია? თქვა ასეც არ არის. ამ ქვეყნად უშეცდომო არავინაა. რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარ დედას სასტიკად არ უნდა მოექცე. უნდა აპატიო. ჩემი აზრით ყველა დედა არ იმსახურებს პატიებას. ჩინარ. მე დამაგვიანდება დაო. გასაღები მაქვს. არ დამელოდო დაიძინე. თუმცა არ ვიცი ესმასთან საუბრის შემდეგ მღელვარებისგან დაძინებას თუ შეძლებ. იმედია ყველაფერი კარგად შეივლის დაო. მალე გოგონები მოვლენ. უკვე ვეღარ ვითმე. მღელვარებისგან ლამისი აგული გამისკდეს. არაფერი მოხდება. ღმერთი მოწყალია, მშვიდად იყავი. არი ნერვიულო. და სახლში რომ მოვალ, სასიხარულო ამბავი დამახვედრე. აბა, ღმერთს ებარებოდე.
თავს გაუფრთხილდი დაო. თავარი კერძიც მოვიდა. დედა ასიეს ძალიან უყვარს. ყველასთვის მოვამზადები ცოლა. ამ ხელა სახლში იმდენი ადამიანი ცხოვრობს. ყველა ოთახი დაკავებულია, მაგრამ სუფრაც არიელია. საღამოს სახლის გზა არც ჩემმა შვილიშვილებმა იციან და არც ჩემმა შვილმა. დედა, სახლში რომ მოვედი ისვენებდი, ვერ გითხარი. დღეს სეჰერთან შევიარე. ცოტა შევაშინე. ბუთხარი დედა შენზე იფიქრე. ხომ იცი ესმას და ჩეთინს რა რეაქცია ექნებათ მეთქი. ბავშვებს არაფერი უთხრათ, რომ ჩინარს ჯოჯოხეთში მოუწევს ცხოვრება მეთქი. ის მკვლელი მარტივად არ დანებდება. მითხრა, რომ ესმას აღარ დაელაპარაკებიან, რადგან არ უნდათ, რომ ინგლისში წასვლის წინ გაანერვიულან. ვინ იცის ეგ სიმართლეა თუ არა, ვერ დავიჯერებ. არ გეუბნები, რომ დაიჯერო. წავალ და სიტუაციას გავაკონტროლებ. ამ საღამოს ესმა და სეჰერი ჩინართან მიდიან. როგორც სეჰერმა მითხრა, ბლინების საჭმელად. წადი და გაარკვიე, რას აპირებენ. ესმას მე დავალაპარაკები. კარგი დედა. ესმა შვილო, გცალია? რა თქმა უნდა, ბებია, მოდი. სადმე მიდიხარ? ჩემს დას უნდა შევხვდე. სანაპიროზე გავისეირნებთ და დეიდა აიშესთან ბლინებს შევჭამთ. წამოხვალ? არა, შვილო. დებმა დრო ერთად გაატარეთ. უკვე მზად ხარ, მაგრამ შეიძლება დაგელაპარაკო. რა თქმა უნდა, ბებია, მოდი, დაჯექი. გისმენ, ბებია. შენ ჩემი ძვირფასი შვილიშვილი ხარ. ჩემმა რასიმმა შენი თავი მე ჩამაბარა. როცა შენ გიყურებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მას უყურებ. რამე რომ დაგემართოს, გული მომიკვდება. თუ ვინმე შენთვის რამის დაშავებას ეცდება, ჯერ ჩემთან იქნება საქმე. გმადლობ, ბებია. შენც ძალიან მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის. შემოხედე? ვინმემ გაწყენინა? შეიძლება მაწყენინა. შეიძლება რამეს განვიცდიდე, მაგრამ პირველ რიგში შენზე ვღელავ, შვილო. ახალგაზრდა ხარ. ოცნებები გაქვს. ვღელავ, რომ ერთ დღეს შეიძლება ვინმემ გაწყენინოს. და შენი სიმშვიდე დაარღვიოს. არ მინდა ტყუილები თავს მოგახვიან. რაღაც სისულელე დაგაჯერონ. ამიტომ ვღელავ. ამით რისი თქმა გინდა, ბებია? მოვედი. სამსახურიდან დაღლილი მოვედი. არც არავინ მესალმება. შენ სოლს რომ აკონტროლებდე და ამდენის უფლებას არ აძლევდე, კართან აუცილებლად დაგხვდებოდა და ნამდვილ ცოლობას გაგიწევდა. რას ამბობ, დედა? სეჰერი სად არის? მამა! მამა, ვიცამაშოთ? ძალიან დავიღალე. შენს ოთახში წადი. მალე მოვალ, კარგი? მის მინერჯუმენტ? შენ არაფერი იცი. სეჰერი და მისი და აიშესთან წავიდნენ. შენი ცოლი იმ ქალს გვერდიდან არ შორდება. დედა, მე არაფერი ვიცოდი. რატომ გავუშვი? რატომ გავუშვი? თითქოს დამიჯერებდა, რომ მე თქვა არ წახვიდე მეთქი. ცოლს ვერ აკონტროლებ.
მთელი დღე იმაიშეს ელაპარაკება ჩურჩულით ტელეფონზე. თავის დასუთან ხდება მასთან წავიდეთო. ადექი, მიდი. ერჯუმენტ, გონს მოდი. შენს ცოლს ჭკუა ასწავლე. ბატონ თურგუთს დაელაპარაკე და ყველაფერი უთხარი. ესმა, კარგად ხარ დაო? დამწუხრებული მეჩვენები. არაფერია დაო, კარგად ვარ. უბრალოდ დავიღალე. დეიდა აიშე რა გვარია? არ ვიცი, შეიძლება მითხრა, მაგრამ დამავიწყდა. რატომ მეკითხები? მოხდა რამე? დღეს დილით ჩემთან მოვიდა ოფისში. მითხრა, რომ დალაპარაკება უნდოდა. ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ადვოკატის დახმარება სჭირდება და შენთან რჩევის საკითხავად მოვედიო. მაგრამ დამაჯერებლად არ მომეჩვენა დაო. ასე რატომ ფიქრობ? უცნაურად იქცეოდა. თითქოს სხვა რამის თქმას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა. იცი ვიფიქრე, თუ მის გვარს გავიგებდით, გავარკვევ სინამდვილეში, ნასამართლები არის თუ არა. შენ მასთან ახლოს ხარ, მეგონა გეცოდინებოდა. მე არ ვიცი. ჩემთვის არაფერი უთქვამს. მიუხედავად იმისა, რომ დეიდა აიშე მუდამ იღიმის, ცოტა სევდიანი მეჩვენება. ეს აქამდე არ შეგიმჩნევია? კარგია, რომ ადვოკატობა გადაწყვეტე ქალბატონო ესმა. გამუდმებით კითხვებს სვამ. მოსაბეზრებელია. გადავწყვეტეთ დრო ერთად გაგვეტარებინა, მაგრამ თავი დაკითხვაზე მგონია. წავიდეთ ადვოკატო. დეიდა აიშე გველოდება. მისი ბლინები ინგლისში სანთლით საძებარი გაგიხდება. იცოდე, ძალიან გემრიელია. ღმერთო, ძალა მომეცი. გამიმარტივე ეს რთული მდგომარეობა. ყველაფრისთვის მზად ვარ. დეიდა აიშე. შვილო. კეთილი იყოს შენი მოსვლა. გმადლობ. ესმა გუშინდელიდან შენს ცნობილ სოკოს ბლინზე ლაპარაკობს. ამიტომ მოვიყვანე. კარგად მოიქეცი. როცა მთხოვ, ყოველთვის მოგიმზადებ. დეიდა აიშე, რა გემრიელად გამოიყურება. საოცარი სუნი აქვს. ასე მშრალი იქნება. დასხედით აირანს მოვიდან. მოდი დაო, დავსხდეთ. დავილაპარაკოთ. რა დროს ლაპარაკია დაო? ჯერ ეს ბლინი უნდა ვჭამო. კარგი, ვჭამოთ და მერე ვილაპარაკოთ. მერთო. და ადამიანი ხარ. ასე ცხოველიც არ მოიქცევა. უკანმა სალამი შემოგითვალა ჰაიდარ. ამ თვეში გადახდა და გაგვიანდა. რაც შეიძლება მალე უნდა გადაიხადო, თორემ ჩვენს მხარდაჭერას დაკარგავ. ეცათქმელი მქონდა უკვე უთხარი. ამიერიდან მასთან თანამშრომლობას აღარ ვაპირებ. ფული მომეცი და მშვიდად დავიშალოთ. არ მაინტერესებს რა დაგავალა. შენ რა პრობლემა გაქვს ხმაწვილო? ესერად მელაპარაკე. ვინ ხარ რომ მემუქრები? გადასახადის გადახდას რატომ თხოვ? შენს პატრონთან წადი და უთხარი რომ ძმა ჰაიდარი საქმინა გავიდა. ანდრეც უთხარი და ვერ გაიგო. თუ კიდევ ვერ გაიგებს თვითონ მოვიდეს და ავუხსნი. აი თქვენი ფული. ესეც თქვენი გადასახადი. გმადლობ დეიდა აიშე. ისეთი გემრიელია რომ ვერ ვჩერდები. მაგრამ კიდევ რომ გავაგრძელო ვეღარ ვისუნთქებ. ღმერთმა შეგარგო შვილო. მიხარია რომ მოგეწონა. მომეწონა კი არა, აღფრთოვანდი. კიდევ ერთხელ გმადლობ. ესმა. ერთ თემაზე უნდა დაგელაპარაკოთ.
არაფერი მესმის. ნეტავრაზე ლაპარაკობენ. არი ნერვიულად. ვიცი, რაზეც უნდა დავალაპარაკოთ. იცი, რაზეც უნდა დაგელაპარაკოთ? რა თქმა უნდა. ხო. დეიდა აიშა ოფისში შენ გამოგზავნი, არა? დილიდან ამაზე ვფიქრობ. ახლა როცა ვხედავ, რომ რაღაც გაქვთ სათქმელი, ყველაფერი გასაგებია. ძალიან კარგად ვხვდები. ესმა შვილო. გეგონათ ვერ გავიგებდი? რა ხდება ესმა? რას ვერ გაიგებდი? დღეს ოფისში ჩემს დასარწმუნებლად მოხვედი, არა? ეს ყველაფერი შენ და ჩემმა დამ დაგეგმეთ. მართლა გეგონათ, რომ ამით რამეს მიაღწევდით? გეგონათ, რომ მას შემდეგ რაც მოხდა, ასე მარტივად დაგიჯერებდით? ახლა წადი და იმ შენს ოქანს გადაეცი, რომ თავისი ძაღლები აღარ გამომიგზავნოს. თუ კაცი ამოვიდეს და ფული თავად მოითხოვოს. ფულს გადაიხდი, გესმის? გადაიხდი. რამდენიც საჭირო იქნება იმდენს გადაიხდი, გასაგებია? კარგი. კარგი, დამშვიდი. კარგი, აიღე რამდენიც გინდა. შეიფი იქ არის. რამდენიც გინდა წაიღე. მაპატი. ადექი მეთქი. კარგი, დამშვიდდი. გააღე. გააღე მეთქი. გააღე, მიდი. მისმინე ჰაიდარ. შემდეგში თუ ისევ გადაწყვეტ, რომ ასეთი სცენა მოაწყო, დანა რომელიც ხელში მიჭირავს შენი სიკვდილის იარაღი აღმოჩნდება, გასაგებია? გესმის? კარგია. არაფერი მესმის, მაგრამ ისეთი სახეები აქვთ, ჩინარის სიმართლეს აუცილებლად ეტყვის. ალო, დედა. ვერ გავიგე რაზე ლაპარაკობენ, მაგრამ როგორც მივხვდი, ეს მას სიმართლეს ეტყვიან. ალო, დედა, გაიგონე რა ვთქვი? გავიგონე, რძალო, გავიგონე. ესე იგი, ჩემი გაფრთხილება არაფრად ჩააგდე.
გითხარით ჩემ შვილიშვილებს ახლოს არ გაეკარო მეთქი. მაგრამ შენ არ მომისმინე. ცოდვის ჩადენის არ მეშინია. თუ არ დანებდები, ვიცი როგორ უნდა შეგაჩერო. მე ამას გავაკეთებ. სხვა გზა არ გქონდა დაო. ვიცი რომ გაბრაზებული ხარ, რომ დაგიმალე, მაგრამ მომიწია. ეს როგორ გამიკეთე დაო? ჯერ მოგვისმინე. არა, თქვენ თვითონ მომისმინეთ. რაც თავი მახსოვს, ამაზე ვოცნებობდი დაო. იცოდი ეს ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო. რაზე ლაპარაკობ? თავს ნუისულელებ. ყველაფერი ვიცი. დეიდა აიშე შენ გამოაგზავნე ოფისში, რომ ჩემთვის ინგლისში წასვლა გადაეფიქრებინე, არა? შენ აიძულე ისე თქვა, რისი თქმაც შენ ვერ გაბედე. მაპატიე დაო. რაც არ უნდა მოხდეს ინგლისში წასვლაზე უარს არ ვიტყვი. ეს დავიმსახურე. იმ დღეს დავიმსახურე დაო, როცა დედა ჩვენის გამო მამა დავკარგეთ. დავიღალე იმით, რომ ბიცოლა წლებია გვამცირებს, რადგან მის სახლში ვცხოვრობთ. ბრაზი მახსოვს, როცა პირდაპირ მეუბნებიან, რომ დედა ჩემი მკვლელია. მამა ჩემი კი მან მოკლა. დაო. აქამდე ბედნიერი არასდროს ვყოფილ ვარ. ცხოვრებაში ერთხელ მინდა, რომ მეც გავიხარო. მეც ვიცხოვრო ადამიანურად. ნება მომეცი წავიდე და იქ განვიცადო ის, რაც დედა ჩვენის გამო დამაკლდა. იმ ქალის გამო მთელი ცხოვრება დაგვენგრა. მან ყოველდღიური ყოფა ჯოჯოხეთად გვიქცია. იმედია საფლავში ვერასდროს მოისვენებს. დაო. ნება მომეცი. ჩემი ტკივილი და ბრაზი აქ დავტოვო და წავიდე. მაპატიე დეიდა აიშე. შენი განაწყენება არ მინდოდა. შენზე არ ვბრაზობ. ჩარევას აზრი აღარ აქვს. მორჩა. ყველაფერი დამთავრდა. ამიერიდან ჩინარი თავის შვილებს სათითაოდ გადაიბირებს. იქამდე უნდა მოვიშორო ეს ქალი, სანამ ქუდრეთის ჯერი დადგება. რამე უნდა ვიღონო. რამე უნდა გავაკეთო. იმ ძაღლს გადაეცი, რომ ფული დროულად მოიტანოს. თუ სიცოცხლე რამე დუღირს, ურჩევნია ვალი დააბრუნოს. ახლა უნდა გავთიშო. ოჩაღ ჩეთი, ოჩაღ. საქმეს თავი კარგად გაართვი. სიაში ვინც არის ყველას მივაკითხე და ფული გამოვართვი. თუ გინდა დათვალე. თუ გავიწყდება, რომ სრული ნდობა გამოგიცხადე. როგორც ჩანს, ვიღაცამ წინააღმდეგობა გაგიწია. კარგად ხარ? პატარა კამათი მომივიდა, სერიოზული არაფერია. კარგად ვარ. არ ინერვიულო, მალე შეეგუები. თანაც ყველა სამუშაოს თავისი სირთულე აქვს, ასე არ არის? ცოტა ხანს მოითმინე. მალე ფულის პრობლემა აღარ გექნება. ეს შენ. პირველი სამუშაოსთვის ბონუსი დაიმსახურე.
ძალიან გამაკვირვა ჩეთინ. შენგან ასეთ რამეს არ ველოდი. ოჩახ. წარმატებებს გისურვებ. მადლობა. დიდი მადლობა. ნახვამდის. კარგი დაო. შენ როგორც გინდა. ხელფერს დავიბან და წავიდეთ. დეიდა აიშე. მაპატიე რომ ცუდად მოგექეცი. ღმერთმა დაგლოცოს შვილო. ზულვარ. არასდროს დაიჯერებს რომ უდანაშაულო ვარ. რაც არ უნდა ვუთხრა. სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება. დედა. გთხოვ ამას ნოამბობ. ეს მას რეაქცია ბუნებრივია. ის არ გიცნობს. როცა სიმართლეს გაიგებს, სიძულვილი გაქრება. რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა დანებდე. არ დავნებდები შვილო. არ დავნებდები. ვიცი, როცა სიმართლეს გაიგებს, გაბრაზდება, დამიყვირებს. მაგრამ მაინც უნდა იცოდეს, რომ მას ყავს დედა, რომელსაც უყვარს და მასზე უარს არ ამბობს. სანამ წავა მის სახეს მაინც დავინახავ. ჩავეხუტები და სურნელს ჩავისუნთქავ. ვერ გადავიტან, რომ ჩემმა შვილმა სიძულვილი შემომხედოს. იმ დღეს დაველაპარაკები, როცა წასვლას დააპირებს. საუკეთესო დრო იქნება. ან დამიჯერებს, ან ცხოვრებიდან ამომშლის. მაგრამ მთავარია სიმართლე ეცოდინება. იმ დღეს, როცა ამ სამყაროს დავტოვებ, არ მინდა რამე სანანებელი მქონდეს. ვერ გავიგე რაზე ელაპარაკეს. მაგრამ ნამდვილად სიმართლე უთხრეს. დედა, ახლა რა უნდა ვქნათ? თუ ესმამ ყველაფერი გაიგო, რა მოხდება? ისიც სეჰერივით ჩინარის მხარეს რომ გადავიდეს? ჩემო ესმა. ჩემო პატარა გოგო. ნეტა ვიცოდე, რომ მე არ მიმიტოვები ხარ. ციხეში გამომკედეს. შვილებთან დამაშორეს. რომ იცოდე რა გადავიტანია 20 წლის განმავლობაში. შემოდი დაო. სეჰერიც მოვიდა. ესმა იმ ყველაფრის გამო პასუხს მოგთხოვს. დედა მოვიდნენ. როგორ მოვიქცეთ? კარგი რძალო. შენ ქვემოთ ჩადი. მეც მალე მოვა. საღამოშვიდობისა. ჩეთინ? აქამდე სად ხარ? სამსახურში ვიყავი. გვიანობამდე ვიმუშავა. ეს რა არის ძმაო? შენთვის ვიყიდე დაო. ეს შენ და დურუს გიყიდეთ. რა საჭირო იყო? რამეს აღნიშნავთ? ეს თქვენ ქალბატონო ესმა. ძმაო. სახეზე რა გჭირს? არაფერია, დამშვიდდი. იჩხუბე? ხომ გითხარი, არაფერია მეთქი. უბრალოდ მეგობრებთან ერთად გავერთე. ცოტა ხელები დაუგზელდათ. ეს რა გართობაა ძმაო? უმერთო ჩემო. გტკივა? არა, არ მტკივა. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა, ბებია. ჩეთინს ვტუქსავდით.
როგორც ჩანს, მეგობრებთან ერთად გაერთო. შეხედე რა დღეშია. ეს რანაირი გართობაა? მოდი ვნახო, დაჯექი. კარგი რა დაო, დამშვიდი, სერიოზული არაფერია. ეს მამ არაფერი იცის დედა. რომ იცოდეს კამად საქმე დაიწყებდა. ჩინარ? რა გჭირს? არ მოვიდნენ? მოვიდნენ დაო. მოვიდნენ. აბა? რა მოხდა? ნუ თუ ეს მას ცუდი რეაქცია ჰქონდა. ცოტა დრო მივცეთ. რა თქმა უნდა, თავიდან გაბრაზდებოდა. ვერაფერი ვუთხარი დაო. ვერაფერი ვუთხარი. ისე? რატომ? როგორ ჩავხედო თვალებში დავუთხრა, რომ დედამისი ვარ, როცა მთელი არსებით ვძულ ვარ. სეჰერს თხოვა გამიშვი, მინდა ცხოვრებაში ერთხელ მეც ვიყო ბედნიერიო. იმ ქალმა ცხოვრება გაგვიმწარა. ყოველი დღე ჯოჯოხეთად გვიქცია. იმედია საფლავშიც ვერ ისვენებსო. სეჰერს ემუდარებოდა. ნება მომეცი. ჩემი რისხვა ბრაზი და ტკივილი აქ დავტოვოდა, წავიდეო. ჩემო ძვირფასო დაო. ჩემო ჩინარ. ვერ ვუთხარი დაო. ვერ ვუთხარი დედა შენი ვარ მეთქი. მაგრამ იმ დღეს ვეტყვი, როცა ინგლისში წასვლას დააპირებს. ან დედას დამიძახებს და ჩამეხუტება. ან მიბრუნდება და წავა. წასვლა გადაწყვეტილი გაქვს? ხო. ვერ გადამაფიქრებინებ. ესე იგი შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. არა, ამის თქმა არ მინდოდა. არ წახვიდე ესმა. გთხოვ მომისმინე. ახალი სამსახური მაქვს. მადლობა ღმერთს, ფული არ მოგვაკლდება. თუ აქაურობა მოგბეზრდა და დასვენება გინდა, სეჰერთან ერთად დასასვენებლად წაგიყვან. ინგლისში დასასვენებლად არ მივდივარ, ძმაო. ჩემი მომავლისთვის მივდივარ. ასე თავისუფლად როგორ ლაპარაკობ? თითქოს არ მოგენატრებით. ამას როგორ ამბობ, ძმაო? როგორ არ მომენატრებით? თქვენ ჩემი ყველაფერი ხართ. ერთმანეთის გარდა არავინ მყავს. აქამდე ერთად მოვედით. ტკივილიც და სიხარულიც ერთად განვიცადეთ. თქვენი აქ დატოვება ძალიან გამიჭირდება. ჩათვალე, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილს აქვტოვებ. მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ჩემი ცხოვრება მაქვს. მართალი ხარ. რა თქმა უნდა, შენს მომავალზეც უნდა იფიქრო. შევთანხმდეთ, კარგი? პირობას გაძლევ, რომ მაქსიმუმ 2 წელიწადში დავბრუნდები. ცხოვრებას იქიდან გავაგრძელებთ, სადაც შევჩერდით. მე შენ და ესმა ისევ ერთად ვიცხოვრებთ. ბედნიერები ვიქნებით, ერთად ვიქნებით. მოდი ჩემთან, მოდი. თვალი არ გეცეთ, რა ტკბილად საუბრობთ და-ძმა ამ შვიდ საღამოს. კებიცები შემშურდა. ალბათ თქვენი ბოლო საუბარია. ესმა მიდის. სანამ დროა დააფასე. ისედაც ცუდ ხასიათზე ვართ კუდრეთ. ღვთის გულისათვის ცეცხლზე ნავთნო დაასხამ. ჩეთო, ალბათ განადგურებული ხარ. სამწუხაროა, ჯერ შეყვარებულმა მიგატოვა. ახლა შენი დამიდის. საქმე რთულადაა, ბედი არ გწყალობს. კუდრეთ, გაჩვმდით, რომ მომიწევს ძალით გაგაჩვმო. ასეთი მკაცრი ნუ იქნები. ჯერ არაფერი მithქვამს. უკვე ბრაზობ. გთხოვ, დამშვიდი.
ძმაო, არ ინერვეულო. კუდრეთი თავის ჩვეულ ფორმაშია. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin.